სახელითა მამისათა, დადისათა და სულისათმიდისათა ჩვენთან არსებენ. ყველა სამდელონო მეუფენო, მამანო, ძმანო, დედანო, დანო. ძვირფასო სტუმრებო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც თითოეული ტაძრის გახსნა საქართველოში ეს არის სულიერი ძალის შემომატება. ეს არის ქართველი ერის გაძლიერება. ტაძარი ემსახურება ერს, მის სულიერ აღზრდას, მის სულიერად ჩამოყალიბებას და ჩვენ მადლობთ უფალს აი ამ დიდი წყალობისათვის. რამე თუ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ღირსი მამა შიო დიდის საგულმოქმედის სახელობის ტაძარში და მადლობთ უფალს ყველაფრისათვის. რამე თუ ასე უხვად გვაძლევს წყალობას მათს, რომ ჩვენ გადავრჩეთ, სულიერად გავძლიერდეთ. აი სწორედ ეს ტაძარი არის დიდი სასწაული. ღვთისაგან ბოძებული, თქვენ იცით ისტორიულად ქართველი ადამიანი ყველანაირად ცდილობდა ღვთის სახლი განეთავსებინა ყველაზე მაღალ მთაზე. ან კიდე გამოეკეთა კლდეში ტაძარი და იქ აღვლენილი იყო ღვთის დიდება. და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ აი ეს ამ ტაძრის გამოკვეთა კლდეში სწორედ ჩვენმა წინაპრებმა შთაგვაგონეს. სწორედ მათი ლოცვა-კურთხევით, ღირსი მამა შიოს ლოცვით მოხდა ესეთი დიდი სასწაული და ისტორიულად თქვენ იცით მე-14 საუკუნის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა, რომ კლდეში გამოკვეთილი იყო ტაძარი. დღეს ღირსი მამა იოსებ მოხევის ძალიან მწირი ცნობები არსებობს მის შესახებ, მაგრამ ის რომ დავით ბატონიშვილი ერთ ისტორიულ აღწერისას, ხევის აღწერისას ამბობს, რომ მღვდელი იოსები წმინდაო, კრძალული და მმართველი არისო. ესე იგი, აი ამ სამი სიტყვით არის შეფასებული მისი მოღვაწეობა, მაგრამ მოხევებს და მთლიანად საქართველოში ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გვახსენდება ილია ჭავჭავაძის განდეგილი და სწორედ ილია ჭავჭავაძემ მისი ცხოვრებიდან აიღო სწორედ ეს იდეა და განახორციელა თავის პოეზიაში განდეგილის სახით. და როგორც ცნობილი არის, იოსებ მოხევე გვარად სუჯაშვილი ყოფილა. სწორედ მას ჩამოუტანია აბრაამის კარვის ნაწილი ერეკლე მეორისთვის და მიურთმევია როგორც უდიდესი სიწმინდე. ისე რომ თვით მეფე ერეკლე მეორე კარგად იცნობდა იოსებ მოხევეს და საოცარი არის მართლაც თქვენ ხართ ნამყოფი სტეფანწმინდის რაიონში, სადაც სამების ტაძარი ერთ-ერთ უდიდეს მთის წვერზე და მართლაც შესანიშნავ ადგილზე არის აღმართული. ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მყინვარის კლდეებში არის გამოკვეთილი და სადაც მხოლოდ ჯაჭვით შეიძლება შესვლა, აი სწორედ ამ ადგილას მოღვაწეობდა იოსებ მოხევე. და დღეს ჩვენ ვახსენებთ და თქვენ იცით თითოეული წმინდანის ხსენება დედამიწაზე ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ წმინდანმა ჩვენც მოგვიხსენიოს წინაშე ღვთისა და დაგლოცოს და მეუღიყოს უფლის წინაშე ჩვენთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. დღევანდელ დღეს ჩვენ დავპატიჟეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობა გაფრინდა თურქეთში, სადაც აღინიშნება მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსის პატრიარქობის 20 წლისთავი. აი ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით მისი უწმინდესობა ჩაბრძანდა თურქეთში, ბრუნდება კვირას და აი კვირის შემდეგ უკვე ველოდებით ეპარქიაში. ჩამობრძანდება აუცილებლად და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გვინდოდა, რომ მისი უწმინდესობის ხელით დაჯილდოება მომხდარიყო ჩვენი ეპარქიის, მაგრამ უწმინდესმა თქვა, რომ ტაძარი გვეკურთხებინა და ჩვენმე დაგვეჯილდოებინა სასულიერო პირები.
მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მე მინდა განსაკუთრებით მიულოცო დღევანდელი დღე დეკანოს იოსებს, მამა იოსებს, ვისი ანგელოზის დღეც არის და თითოეული დაჯილდოებული სასულიერო პირი მე მინდა გულითა და სულით დავლოცო და შეეციოს დღევანდელ წმინდათა ლოცვა ყველა დაჯილდოებულ სასულიერო პირს. მერთმა დაგლოცო და ღმერთმა მრავალ დაგასვა. ყოველი ჩვენთაგანი დღეს მართლაც მოწმე გავხდით ღვთის დიდი მადლის გამოვლენებისა და დიდი სასწაულის, რომ ესეთი დიდებული სულიერი სახლი ღვთისა გამოიკვეთა კლდეში. და ტაძარი როგორც აღინიშნა თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ეს არის გზა უფლისაკენ, ეს არის ჩვენი მაცხოვნებელი, ჩვენი გადარჩენი და მართლმადიდებლობა ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელმაც ყოველი ჩვენთაგან უნდა ვაცხოვნოს. მე გამორჩეულად მინდა მე თქვენ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. რამე თუ აი რაც მე თქვენ გიცნობთ, მე ჩამომიყალიბ და ესეთი აზრი რომ მთელი თქვენი ცხოვრება თქვენ იწვნილი გაქვთ ღვთისა და თქვენ სამშობლოსი და ერისმსახურებისათვის. ეს გზა არის განუწყვეტელი ლოცვისა და შრომისა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, სწორედ ის ორი ფრთაა ეს ლოცვა და შრომა, რომელსაც ადამიანი აყავს უფალთან და თქვენ ღმერთმა აგაყვანიოთ როგორც საკუთარი თავი, ისე მთელი თქვენი სამწყსო ცათა სასუფეველში. თქვენ არა მარტო საკუთარი, არამედ მთელი ერის შეიძლება ასე ითქვას რწმენაც, იმედიც და სიყვარულიც გამოკვეთეთ ახლა ამ კლდეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. სწორედ ეს არის სახე ჩვენი ქვეყნის მომავლისა, სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა. აი აქედან იწყება აღმავლობა და კატასტროფას ყოველთვის სწორედ იქიდან იწყებოდა, როდესაც ადამიანი ღმერთს ზურგს შეაქცევდა. მაგრამ დღეს ჩვენ იმედი ჩაგვისახეთ, ყველა ადამიანს უსახავთ ხოლმე თქვენი სახციელი, თქვენი ესეთი გულმოდგინები, თქვენი ესეთი ფასდაუგებელი შრომითა და ღვაწლით. ღმერთმა გეგრძელობა მოგცეთ, დალოცვილი ბრძანდებოდეთ და აი შეუმღვიმელი იყოს თქვენი ყველი შემწე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა. იცოცხლებული დღეს. ეს არის ნამდვილად მთელი ჩვენი ეკლესიის და მთელი ჩვენი ერის წარმატება. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არის წარსულის გაცოცხლებაც. ის რასაც ჩვენ წიგნებში ვკითხულობთ, ეს არის სავსებით შესაძლებელი მაშინ, როდესაც არის დიდი რწმენა და დიდი სიყვარული და დიდი თავგანწირვა. ასე რომ ეს ტაძარი გამოკვეთა არა მხოლოდ ხელებმა, არამედ ძალიან დიდმა რწმენამ და სიყვარულმა და როგორც აქ აღინიშნა, 6-7 საუკუნეა გასული, რაც ბოლო ესეთი რამ არის დაფიქსირებული ისტორიაში და ადამიანმა, რომელიც რადროც არ უნდა იყოს, თუ კი იგი მოინდომებს, ღმერთს მიენდობა და ილოცებს და იშრომებს, უფალი მას ძალიან დიდ შეწევნას და ძალიან დიდ სასწაულს მისცემს. მე მახსოვს აქ, როდესაც მეუფე ჩამოგბრძანდა, კონკრეტულად ამ ხეობაში, არც ერთი მონასტერი და ეკლესია არ იყო მოქმედი, დაახლოებით 15 წლის წინ. აი ჩვენ ხედავთ ახლა, რომ უამრავი ათეულობით ტაძარი და მონასტერი გახსნილი და ესეთი ხეობა საქართველოში ფაქტურად არ არის, ამდენი მონასტრები. და არა მარტო წარსული აღდგა და ეს წინაპართა მიერ დაფუძნებული ტაძრები, განგრეული რაც იყო, არამედ უკვე ახალი ჩენდება. იმას, რასაც საფუძველი უკვე 21 საუკუნეში ედება, აი ჩვენივე ხელებით. სწორედ ეს არის იმედის მომცემი, მაგალითის მომცემი, რომ თავარია ადამიანმა ირწმუნოს, შეიყვაროს უფალი, იშრომოს და უფალი ყველანაირ ძალას და შეწევნას მისცემს. მას და შესაძლებელია იმავე სასწაულების განმეორება და იმავე ღვაწლის განმეორება, რაც ჩვენს დიდ წინაპრებს ჰქონდათ. მე უკვე ეს თქვენი დამსახურება უპირველეს ყოვლისა, თქვენი რწმენის, თქვენი სიყვარულის და იმ სამღვდელოების, იმ ძმობის, იმ ბერების, მამების, მრევლის, რომლებიც სწორედ თქვენ მოყვებიან კვალში და დაგლოცო და გაგაძლიეროთ უფალმა და მთელი საქართველო გააძლიეროს უფალმა შეუმრების ლოცვით. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ჩვენ მადლობთ უფალს ყველაფრისათვის. ამ დიდი სიხარულისათვის, დიდი ბედნიერებისა, დიდი სიყვარულისათვის. ღმერთმა ნაცვლად მოგმადლოთ თქვენ და სულიერ საქართველოს მადლის სულისა წმინდისა. ჩვენთან არის ღმერთი.